კასპერას და კასპერა. გოგა, ვინ გოგა ჩვენი ეკასი? ხო გოგა. ჩაი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2700 წელს ჩინეთში ჩაუჭირეთ რა საქმეა. საჩქაროა? და დააპაუზე შენ კიდე რა გემართა. შვიდობაა ბიჭო. კი, კაცო. ნანიკო, შენ ბიძაშვილს რო ბაითი ქონდა ვერაზე. მაგას ხო აქირავებდა? ხო, მაგრამ რა შეგჭირდება? მი დაურეკე გეხუწები, კითხე ხა ხო არ ყავს ვინმე. რაზე ნადაურეკო გუშინ წინ ველაპარაკე და 6 თვით გააქირავა იმაზე, ვიღაც პოლონელზე. დედიკო, შენ გინდა? არა, რამე. ეკას უცხოელმა მეგობრებმა დამირეკეს ჩამოვდივართო. აი, ეკას რომ უცხოელ მეგობარს იცნობ შენ. აუ დედა, არ არის საჭირო ადამიანს იცნობდე პირადად ამ ტექნოლოგიების საუკუნეში. შვილის შემოდია. ვიცი, ეკას რატო არ მიწერეს? შენ რა შუაში ხარ გამაგებინე. მოკლედ ადრე ეკას დაუპატიჟებია ესენი, იმათმა უთხრეს ვერ ვახერხებდო. ხო და ეხა სურპრიზს უკეთებენ და ეკას არ ვეუბნებითო რა. და მე აქ მოვიდნენ რა პრობლემაა? გოგოები არიან, ხო? ბიჭი და გოგო, არ არის პრობლემაო ვიქირავებთო სასტუმროსო ან ბინასო და. კაი, მე მაშინ სასტუმროს გავარ. აუ, დედიკო, მარჩვენი აბა ვინ არიან? ოხო, ვიცოდია რა. მარჩვენი რა დედიკო? აჰა. ეს იგი ეს ბიჭი და ეს გოგო. აი ესაა, ხო. ეს არის. აჰა. ისა დავიდი ქვია, ხო? დეივიდი. ხო, დეივიდი. ზურიკო, შეხედინება? ჰა? რა, აი ბიჭი ჩასო. დედიკო, გეხოცები რა მითხარი რა. ეკუნას ხომ არ მოწონს? მე საიდან მოვიწ. კაია, გეხოცები, უეჭვე. არ ვიცით ხო. არა და იცი, აი, დარწმუნებული ვარ, რომ ეკასტილის ბიჭია. ნიტე შენ რა იცი, როგორი ბიჭები მოწონს ეკას. რა ვიცი და ქალური, დედური ინტუიცია. როდის შემოდიან ბიჭო? აი ხა ვარ ყო მაგას. ხო. დედიკო, იცი რა არის? აბა ისიც გაარკვიე. ეს გოგო და ეს ბიჭი შეყვარებულები ხომ არ არიან? უხერხულია დედა ეხა ჩამოვლენ და გაიგებ. იცოდეთ ეკასთან არაფერი არ წამოგწდეთ. რა სისულელია, კაცრას ლაპარაკობ. ზურა. როდის იყო ბიჭო, ჭორიქანახალი ვიყავი? აი მოკლედ, გავარკვევ მე და გეტყვით როდის ჩამოდიან. გამაგრძელებინებთ ახლა ყურებას თუ რა ვქნა? ო, კაი, ჩართე. აუ, დედიკო, გეხოცები რა. კიდევ ერთხელ მაჩვენე რა იმ ბიჭის ბარი. გილოცა დამოუკიდებელ ოპერაციამდე ბევრი დროა, თუმცა დღევანდელი ასისტენტობა საკმაოდ კარგად გაართვითავა. ნაკრები ძალიან კარგი იყო. გეტყობა მუშაობს საკუთარ თავზე. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ამას ამჩნევთ. იცი, შემომჩნია დღეს სხვების შენდამი დამოკიდებულება და ჩემი თავი გამახსენდა. რას გულისხმობთ? ხშირად გატკენენ გულს, გავლენებით, ნაცნობებით. ერთი დარეკვით მოაგვარებენ ყველა საქმეს. მაგრამ დამჯერა გული არ უნდა გეტკინოს. იმიტომ რომ მხოლოდ შენაირი შრომის მოყვარე ადამიანი მიაღწევს იმას, რასაც ნამდვილი პროფესიონალიზმი ქვია. თქვენ საიდან იცით? ადრე მეც ვიყავი თქვენს ადგილას. ვერ წარმომიდგენია. ახლა ასე ჩანს, მაგრამ მეც მიწევდა სხვების გავლენებთან ბრძოლა და მუდმივად იმის მტკიცება თუ რა შემიძლია. და იცი ამადა მასა. რა? რომ არ არსებდეს არ უნდა დანებდე. ახლა მე წარმატებული ექიმი ვარ. როცა საქმის კეთებაზე მივა, მაშინ გავლენები უკვე არაფერს ვეღარ აგვარებს. მუდმივად უნდა იშრო და ყველაფერს მიაღწევ. შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის. კარგი, აბა შენც. მადლობა. ამდენი ვიარეთ დარგინა შენ რო წამოწვე. არა, იცი რა ხო იცი პირიქით უკეთესია სიარული ჯანმრთელობისთვის. ხო. იჯექ შენ მე გავაღებ. გეხოცები რა გიორგის მუნდა ემსგავსები რა, ნორმალური ხარ, მითენ შემილია გავაღო. მე ძალიან მიყვარ ხარ მეცა. ვახ. რა ხდება, რა საგვაწიო კერთი, ძალიან მაინტერესებს. ხო, სხვათა შორის ძალიან დაგვაინტრიგე, აბა. ან წვენი შემომთავაზეთ ან წყალი რა. კომპლექტი ხარ გესიამოვნება. არა, მოკლედ სალაპარაკობ ხა. მეჭი აბა. ეკას კანადელმა დაქალმა მომწერა.
მოიცა ეკას სხვა დაქალების ყავს? შენ ეჭვიანი რო იყავი ვიცოდი. ხო და მე და დეივიდი ჩამოდივართ საქართველოშიო, ეკას სურპრიზს ვუწყობთო და დაგვეხმარეთ. მოიცა და შენ ეხმარები. ალბათ აქ მოწყობაში, ხო? ხო, სასტუმროში სანამ იქნებიან და სანამ ეკას ნახავენ, მე უნდა დავეხმარო. დედაჩემის წინასწარ მეტყველებით, ეხა შეიძლება ერთ-ერთმა ვერ მოითმინოს ეკას ნახვა. მოიცა და რა სიძახი? მიწეს დეივიდი ეკას ვინმეა? და თქვენ არაფერი არ იცით მაგ ბიჭზე? არა? არა. რავი, დედაჩემი ამტკიცებს მაგის ტიპაჟიაო და უეჭველი ერთად არიანო და რავი. მოიცა და შეიძლება ეს ბიჭი მგოგოსთან ერთად არნებისთან ერთად ჩამოდის, არა? არა, ეგ გავარკვი. მიწერე მეთქი. საძინებელი ერთად თუ ცალ-ცალკე თქო და აუცილებლად ცალ-ცალკეო. უყურე ეკას. ჩვენთვის არაფერი უთქვამს. ხო, მაგრამ იცი, სხვათა შორის ბოლო დროა ძალიან უცნაურად იქცევა, იცი? წინაზე გახსოვს აუზერო ვიყავით. მთელი დღე ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თავი არ მოუწევია, ძალიან გაყიმებული წერდა ვიღაცას და კი ვიფიქრე მაშინ რომ რაღაც შეიძლება იყოს თქო, რა ვიცი. რა და ჩვენ არ გვითხრა? ნუ ფაქტია რომ არაფერი არ გითხრა. მაჩვენე აბა მაგ დეივიდის ფოტო. ნახე. არა, ეკას ტიპაშს გავს. ო, თუ ხდებოდა ეგეთებს როგორ არჩევ. ქაური ინტუიცია გენცა. ნახე. ხო, რა ვიცი, ახლა რო არ გვითხრა ცოტა უცნაურია. და ცოტა მეწყინა. მეც ახლა სხვა გზა აღარ ექნება. აი, მორჩებით ჭორაობას თუ დამეხმარებით. მინდი, ჰა. რაში გჭირდება ჩვენი დახმარება, აბა? მოკლედ, ბაითი უნდა გავუჩთო, რამე საკაიფო ადგილას ეს დიდი ტიღომი და მხიანი და ისინი არ მინდა, რამე თბილისის ხედები და ეგეთი პონტები ხო ხდები და იქნებ თქვენს გადახედოთ. გასაგებია და სასტუმრო არ წავა? არა, ბაითი ურჩევნიათ. და Airbnb-ზე რომ ვნახოთ რა პრობლემა? არა, მე ვერ ვკვევი ეგეთ რაღაცეებში და ირჩევნია ტიპი ვნახო და ველაპარაკო. ნუ ვიცოდე ვინ არის, ხო? კაი. აი, ჯიგრები ხართ. თუ რამე ეგრევე მომზადეთ, კაი? დავაი. ძალიან საყვარელი. გაგაცილეთ, მოდი. ანუ დაშორდით. ხო, დავშორდით ხო გითხარ? დავშორდით. არ ვიცი. მე ვიცი. ჩემი ბრალია დამნაშავე ვარ. იდიოტი, კრეტინი, დებილი, არ ვიცი ყველაფერი ვარ. არც დებილი ხარ, არც იდიოტი? არც კრეტინი, არც ნაძირალა. სულელურად იქცევი. ხშირად. მაზოხისტი ხარ. ჯაშუაშია. თავშია. ჯერ გადასარევი გოგო იყო ის ანა. და კარგი. ძლივს გამოხდი იმ მდგომარეობიდან. ეხა ეს გოგო მე მგონი კაი გოგო არ ვიცი. რას ელოდები? არ ვიცი რას ველოდებოდი. სულ ერთ წრეზე ტრიალებ. ხან ერთთან ხარ, ხან მეორესთან, ხან მესამესთან. ასეთი ახალგაზრდა კი არ იქნები. და შარმიანი. ხონდა იფიქრო 20 წლის მერე. ან ვისთან იქნები, ან სად იქნები. მე არ ვიცი. ახო ძალიან დავიხალე რა. ძალიან. ძალიან მინდა. რომ ბედნიერი იყო. და მინდა რომ შენც გინდოდეს ეს. მოსულა. კობა. მამა. რაღაცას ვფიქრობდი ჩემთვის. ფიქრი
ბევრი კარგია. მაგრამ დასვენება გჭირდება. დღეს ბევრი იმუშავე. მამაო, რაღაც მინდა გითხრა. გისმენ. ბევრი ვიფიქრე და ვიფიქრე დაურჩე მამაო. დარწმუნებული ხარ? ხვდები რომ უკან აღარაფერი დამრჩა. ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა მქონოდა ჩემით გავანადგური. შევ. არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სწოდოს. შეღმერთმა უკვე გაპატია. ჯერა რომ სხვები შეძლებენ ამას. არ ვიცი მამა. ტყუილი იმედებით ცხოვრება არ მინდა მამა. შეგიძლია აქ იყო იმდენ ხანს რამდენიც გინდა. მაგრამ საერთოდ ცხოვრებაზე უარის თქმა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მართალი ხართ მამა. მართალი ხართ, მაგრამ ვფიქრობ რომ აქაურობა ჩემთვის საუკეთესო ადგილია. ვიფიქრე. მე დაგტოვებ. ხვალ დილით წირვა. რატომ მამა? მშვიდობიანი ღამე. ღმერთმა დაგუცოს. საით. რა გინდა ჩემგან? ნიკა, აი ხლა მხოლოდ შენ მხარდაჭერა მჭირდება ამ გადაწყვეტილებაში. ქალბატონო ეთერ, რაღაც მინდა რომ გითხრათ რა. რაც გინდა ის მითხარი, ისე მომენატრა შენთან საუბარი მთელი საღამო მოგისმენ.